დიახ ქალბატონო ელენე ვარ დიახ გავცივდი დიახ დილიდან სიცხე მაქვს და საშინლად მახველებს აი ხო გესმით დიახ არა და რამდენი საქმე მაქვს სამსახურში ვეცდები რომ მალე გამოვჯამრთელდე და მალე გამოვიდე სამსახურში დიახ ქალბატონო რუსუდან დიახ აი მეც ვიფიქრე ბრონქები ხომ არ არის მეთქი გამოვჯამრთელდები მაშინვე მოვა სამსახურში კარგი ნახვამდი კარგად ხოჭა ისე წელიწადში ერთხელ სამსახურის გაცემა ძალიან ცუდი საქციელი არ არის ძალიან ცუდი საქციელიც არ არის ეს რატომ მოვიხურეთ რას ქვია თეკლა რატო გჭირდებოდა როლში რომ შევსულიყავით მაგიტომ შევედი ესე ადვილად როლში თეკლა ესე იგი დღეს მთელი დღე სახლში ვართ არსად არ გავდივართ უყურებთ ჩვენ საყვარელ სერიალს და ბევრი სასუნთქნაო მოვამზადი ამ ყველაფრისთვის მართლა ელენე რა კარგია მოიტანე რა რამე რა გვაქვს ესე იგი გვაქვს იოგურტი 0 კალორიით გვაქვს სადღაც შრის ნამცხვარი ლუდი გვაქვს ალკოჰოლო ხო და ნაყინი გვაქვს დიაბეტური რომელიც წამოგიღო აი რა კარგია ელენე მე ჩავალ მე მაღაზიაში და ამოვიტან თეკლარა აი მე სულ დამავიწყდა ლაშას უნდა დაურეკო ხო ისა ელენე ლაშა ბაკურიანში თავის ყოფილ ცოლთან ერთად არის თუ მარტო ბავშვებთან ერთად არა თეკლა რა ყოფილ ცოლთან ერთად არიცი მაგისი ცოლი ხო ლაშა როგორ ხართ ნიკა ხო არ გაბრაზებს ლაშა გეხვეწები ყურადღება მიაქცია რომ კარგად ჭამოს რა საჭმევ ლაშა ნორმალური ხარ ბავშვს თავს მოაჭმევ გაცივდება ლაშა სადა გემართა კარგი რო ადგები დამირეკე რა მოხდა ელენე Жа. Лаша. Толли. დაიწყო სერიალი. Rati, მოდი რა დივანთან მიყვანე რა რატი. რატი. დივანთან მიყვანე რა რატ. რატი არის? რატი. რატი, როგორ დივანთან მიყვანებთ, ამდენი ხანი რომ გავარი, კარგი ის რატი. რა იყო ბაგა რა იყო, რატი ამდენი ხანი რომ გავარი და გეძახი დივანთან მიყვანებთ, კარგი ის რა არის? მიდი ისე ვიგდა დექი და მოვალ ცოტა ხანში.
რას უყურებ რატი? აუ, მაგარი გოგო გადმოვიდა პატა იქ მეხუთე სართულზე. აუ, ძალიან. ხო, ვერ გამახედებთ, გამოვანახებთ. მოიცა პატა, ეხლა გავიწყებ. საათნახევარია სულ რაღაც, დამაცადე. რატი გამოდი ფანჯიდან? რატო უყურე პატა? გამოდი რატი ფანჯიდან? რატო გამოვიდე? იმიტომ რომ ჩემი სახლია და არ ვახირავებ მაგ ფანჯარას, გამოდი ფანჯიდან. კარგი. აი. რა? 1-0. ო. იდი. რა ნურდი მათხოვე, ცოტა მასე. მათხოვე. არ გათხოვე. კარგი. მაშინ ნახევარ ფანჯარას გაგიცვლი დურბინში. რად ნახევარ ფანჯარას გაგიცვლი დურბინში, რატომ მიყურებ ეგრე? არ მინდა. რატი ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში რა არ გინდა? არ მინდა. რატი ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში, რატი? ნახევარ ფანჯარას გიცვლი დურბინში. ხო, კარგი, გაიხედე, ხო ცოტა. 2-0. ხო, მაგარი გოგო. აი მე რატი ნათელაბებია მოგეწონა? რა ნათელაბებია პატა, სად იყურები? მეხუთე სართულზე მეთქი, მეხუთე. მეხუთე, აჰა, 12, 11, 9, 7, 6, 5, აჰა, გახეგები. ვაიმე რატი მართლა რა მაგარი გოგოა? ო, ძალიან. რას აკეთებ პატა? რას ვაკეთებ? კაცო იქნება ისიც მიყურებს და მარჯვენა ყოფის ვახვედრებ რა. საკარგია იცი, ხანდახან გოგოები ესე მარტო რომ ვართ ხოლმე არა? ხო, გიჟდები, რაზეც კიდე ილაპარაკა. ვი მართლა ელენე, ეპილაციაზე როდის მიდიხარ ჩამწერე რა? ეპილაციაზე მივდივარ ხვალ და ჩაგწერ. თეკლა იცი რა? მეგონი ეს მამალია. მამალია და გავიყვან ამას და ცოტა მეუხერხულება ამასთან საუბარი და უი ელენე გუშინ ღამე რო ყირო დიხვიო დაგესიზმნა არა თეკლა რა დამესიქნა საწოლში ვნახე ცხადში სად არის იხვი არა თეკლა რა იხვი ჩემი ბეჭედი ოქროსი ბრილიანტის თვლები დედამ რომ აჩუქა ელენე აკეთება საქმე რა შეხო არა იღე ელენე როდის იყო მე შენს ნივთებს ასე დაუკითხავად ვიღებდი არა სად უნდა წასულიყო ელენე შენ საყურეებს მათხოვებ თეკლა აბა შენ დივანის ქვემოთ შეიხედე მათხოვა შეგორდა ნახე იცი რა ელენე საყურე ვერა მაგრამ სამი ნაჭერი კარაქიანი პური ვნახე ნიკა ყვილად უყიდე ის ბურთი როცა გადავყრიე ხლა მე ამას ვაიმე ელენე დღეს დილით მაგიდიდან რაღაცები ავიღე გადავყარე და შეიძლება შენი ბეჭედიც გავაყოლე და ჩადი ახლა ქვემოთ და კარგი მე ჩავა ელენე შენ რა ჩახვიდე რა თეკლა მე ხო შენ მე ჩავა მე რა დავაკი ხო ესე ნეტა შორიდან უფრო ქარიზმატული ჩავარ თუ ახლოდან ჰა გაცილებით რა გაცილებით 3-0 რა გაცილებით მე რა ქვია რა სახელი ხო არის არ ვიცი აუ ისეთი ლამაზია მე მგონი აფროდიტე ერქმევა ამას გეუბნები აფროდიტე ხო აფროდიტე ო მაგას აფროდიტე ქვია და მე-6 სართულზე სპორტულებიანი კაცი სიგარეტს რო ეწევა იმას ზევს 3-1 რატი ნახე რა ისეთი ლამაზია რატი რომ ბეღურებიც კი მარტო ამის აივანთან ჯდებიან რატი შეხედე შენს დაყარე მათ პური და შენ აივანზეც მოვლე 4-1 რატი 4-1 თქვენი დრო გავიდა დაამატებთ თუ დურბინს დააბრუნებთ რა ხდება რატი ფანჯარა აღარ გინდა ჰა ფანჯარა რატი ხო კარგი ნახევარი საათი კონდეს ოღონდ დღეს ბაყახ შენ დაბან ბექა ქვია მაგას ბექა ხო აი ბექას დაიმახსოვრე აუ რატი ნახე რა აპრილში რა ლამაზია და ივნისში რა იქნება არა ჰა ბაყაყი ბექა
კარგი მოდი გაიხი ნიმიში გაიხი თემეში აღარ მინდა აფროდიტე ხო წავიდა აბარაკნა 5-5-5-მდე იყო მოგიგე აფროდიტე წესით აქ უნდა იყოს აი რა ხდება სულ ელენეს გაკეთებული საჭმელებია აი მე საწყალი კატებიც არ ჭამენ ეს მაწონი არ გინდას ამჟავებული ხო ელენე ვერ ვიპოვე და დავანებოთ რა თავი რა ბოლოს მე გიყიდი ამ ბეჭედს რაღის კარგი მოძებნი კი არ მეზარება რა თეკლა შასეგეთი ფაქტ ასეთ შვენიერ დღეს ამინჩი რას ვაკეთებ და ვალაგე ბატონო ფრიდან მე ზოვი რომ მოვიდეს ხო იფიქრებს როგორი ხალხი ცხოვრობს აქ მომეცით აქ არა მომეცით აი უხდება ხო თუ აი ეს უკეთესია და თქვენაშევით ბატონო ფრიდან ვიცი ცოლს მინდა შეურიგდე და არ ვიცი როგორ შენი სარკმლის წინ დაგებულას ფალტს კიდევ 1000-ჯერ გავცვეთ მუხლებით ფარხმალს არ დავყრი ვიდრე ამ ამბავს არ დავასრულებ მე შეუღლებით აი ეს ლექსი მინდა მიუძღვნა და რა ვიცი ლექსი ჯობია თუ ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით ხო რაღაც ოქროს ბეჭედი მაქვს და ვიფიქრე ვაიმე ნუნუ მოდის ნუნუ წავალ მე თორე დაიწყებს ახლა ლიფტის ფულიო მე განდის ამბებს მომიყვება განდი ვინ რა ქვია მაგის გოგოს ხეთ ინდი ო ინდირას ამბებს მომიყვება მერე კიდე მოყვებამ ემზარის ვაშკაცობის ამ რა ჟეჟეს იმ დღეს ნუნუ არ მიშველებოდა ხო ყავდნენ წემი რა შუბობს იცი ნუნუ მუშტი აქვს უროსავით წავედი ფრიდონი იყო ხო? დიახ, ფრიდონი. ვერ გამოვიჭერე ერთი კაცი რა. ლიფტის ფულს ვერ ვახდენინებ. რა ვიცი აბა მეც ისე დღეში ვარ ჩემი დინას მინდა ფული გაუგზავნო, მაგრამ საშუალება არ მაქვს. რა იმზარე? არაფერი. ფრიდონა, დაგავიგა დაყარა ხო? დიახ, მაგარი. და რო კითხო ლიფტის ფული არ აქვს და ნაირ ნაგვებს კიყრის აქ. გასაკეთებ ეკლა? მე? ხო. კარგი ამინდია და მზეს ვეფიცხები. აი, გაზაფხულის სურნელს უნდქავ. და ხელთათმანები რა წოდაცია? ხელთათმანები მაინც მატყუარა ამინდია და არ მინდა გავუთამამდე. კარგი. წავალ ოქროს ბიჟაზე მინდა წავიდე. ოქრო? ხო. ერთი პატარა ბეჭედი მაქვს ბრილიანტის თვლით და მინდა გავყიდო და ფული ჩემი დინას გაუგზავნო. მენალება, მაგრამ რა ვქნა? კარგი. მოიცა. ორივე მოკრო. თან აქ მე ვერ პოულობ. მოიცა დავიჯერო ნუნუ თუ ფრიდონა. იფიქრეთ ეკლა, იფიქრეთ. მაგრამ მოიცა და სახში ადი და ისე იფიქრე აქ სუნია. არა. ვაი, რა იყო რა პრობლემა ვერ გავიგე ხო. მე ყველაფერს მოვაგვარებ, აბარა. ხო იცი რა უშიშარი ვარ ხო იცი აბარა. ხო, კარგი, ხო. არის მე მგონი არის ცუდი და რა. მოდი აბა ახლა. კარგი.
არა რა პრობლემაა კაცო ყველაფერს მოვაგვარებ ხო მიყურა გასაკეთებ პაატა 4 საათია უკვე ნემსი გასაკეთებელი ადრეა ჯერ რა იყო რა გჭირს ვერ გავიგე რა ადრეა 4 საათზე არ იკეთებ ნემს რა იყო ფეშინია ნემსი რა მეშინია კაცო გეუბნები ადრეა მეთქი ხარ ჯერ ესეთი 4 არ არის 4 უკვე 1 წუთი ხაი შენ უნდა გამიკეთო მე ხო არა პაატა მე არა მე როგორ 4 საკლია რაღაც წუთებია შეგთხოვნა რა თქვი და მე რა მენდობი პაატა რატო არ გენდობი რატო მოდი ნებში გამიკეთე არა გამიკეთე მოდი გამიკეთე არა პაატა გაჭირდი რა საპარაკო ხელები მაქვს დასვლილი საშიშია თუ გინდა ნუნუს დაურეკავ და მოვა რა ისა რა ნუნუ კაცო მაგისტრის ლიფტის ფული არ მივიცია და მინდა ეხა ნუნუ იქნება დამაჭედო დივანზე რა ნუნუ მაშინ ელენეს ვეთყვი დაურეკავ და რა თუნდა ელენეს დარიყვარატი თვითონ მოვა დააცადეთ ასე გეშინია პაატა ხო რა მეშინია კაცო შენ მე ხო მართლა ხო აუ რა ვქნა რა მართლა ძალიან მეშინია რა თან წარია რაღაცნაირი ისნემსი კაცო არ მინდა მაშინ შენ გამაყუჩებელი გამიკეთე და მე ისნემსი გამიკეთე პაატა გამაყუჩებელის რო ნემსია კარგი ხო ვაიმე დედა აუ რა გოგო მაინც უკვე ვიტირებდი კაცო მე პაატა მოიწმინდე ცემლები შევხვდენი ელენე მოვა ეხლა და მოიწმინდე ვაიმე რატი ელენე მოვიდა დამალე სადა ხარ ამდენი ხანი ელენე რა არის მე სადა ხარ ამდენი რაღაცა შეძებდი პაატა და დამაგვიანდა ბოჯიში მე რა თქმა უნდა გაგერძელებინა კაცო მიდი მოძებნე რა პრობლემაა თუ გინდა მოგეხმარებით არა იყოს იყავით მე მოძებნი იყავით ხარ იქიდან მე მოძებნი იყავით რა უნდა მოძებნო პაატა რა ჭირს ამას ნემსის ეშინია ხო მე მაგას ხო არ უნდა გავუკეთო ხო მაგრამ სხვას რო უყურებენ მაგის ეშინია პროცესის ეშინია თვითონ ხო ხდები ხო კიდე კარგი შენერგეშინია ხო ხაბა კიდე კარგი ხო ვაიმე ელენე ისე მე უნდა გამიკეთო ნემსი რომეშინია კარგი რისი გეშინია უცებ გაგიკეთო უცებ რა ისა აქვს საკითხარება კაცო აუ რა უნდა მოგიყვე მართლა ელენე აუცებ კი არა რა უნდა მოგიყვე ისი ჩვენ წინ კორპუსში გადმოვიდა გოგო ისი რა ლამაზი გოგო ელენე მაგის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ ხო და გადავწყვიტე ეხლა რა ვქნა იცი რომ ოქროს კბილი მინდა რომ ჩავისვა და აქედან მივარათო ხოლმე რა თქმა ხო კაი აზრია ხო კარგი თან ოქრო მაქვს ოქროც მაქვს ოქრო გაქვს ასე კითხები რა იყო ელენე ფაქტი ჩემო პროფილმა მოგონოს ხათუ რა მოგივიდა არაფერი პაატა რაღაც ის ჩავფიქრდი პაატა კინაღავ დამავიწყე აი 2 თვის ქილას მოვცემ იმიტომ წინასწარ მე არ მინდა რომ დამავიწყე რაღაცაში გავთვალ და დამავიწყდება და პაატა ხო რა იყო ელენე არაფერი პაატა რაღაც არაფერი კაი გასაგებია ელენე ხო ყველაფერი გასაგებია ხო აღარ დაგიჟდებია მარჯვენა პროფილით მარცხენაში დავждები წამოდი მაგრამ აღარ უნდა გამეკეთო წამალი აღარ არის და ყურადღება ხო არ გამეკეთო და გაგაბრალდე თუ რა არის ვერ გავიგე რა არის წამოდი თუ არის გამეკეთო წამოდი ოდი არ მინდა ელენე რა ისე მეშინია ოქრო ტატო შემოდი არა თეკვა ვერ შემოვა მეჩქარება იცი რატომ მოვედი 11 საათზე სამსახურში რო არ მოხვედი ვიფიქრე სად არის მეთქი 12-ზე რო არ მოხვედი მივხვდი რომ აგვიანებდი პირველ საათზე ვიფიქრე რაღაცა მოხდება 2 საათზე ვისადილე და არაფერი მიფიქრია 3 საათზე წამოვედი უკვე მეთქი რაღაცა მოხდა აი დიდი მადლობა ტატო მაგრამ რატომ იწვალეთ აგერეკა ვისთან და ამერიკა ტატო ჩემთან და გეკითხა რა გჭირსო ხო მართლა რა გჭირდა რა მოგიხარ ტატო ელენე არის ძალიან ცუდად ელენე არის ძალიან ცუდ
უი ხო, ცუდად არის. და რა? გამახსენდა ბიჭედი დაკარგა და ძალიან ცუდად არის და ვერ დავტოვე მარტო. ბიჭედი დაკარგა ელენემ და იმიტომ არის ცუდად? შემოდი. ელენე. ბიჭედი რომ ვიპოვოთ კარგად გახდები? კარგი რა ტატო, როგორ უნდა ვიპოვოთ? აი როგორ? ვიპოვით, მე აქ არა ვარ. ამ საქმეს მე გამოვიძიებ თეკლა და ჯექი. თეკლა და ჯექი. ეჭმიტანილი ყავს ვინმე? ეჭმიტანილი ესე რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ, მაგრამ სადითაოდ ყველა ჩამომითვალე. სათი. ხო. ნუნუ. ნუნუ რატომ? რატომ არის ეჭმიტანილი ნუნუ? იმიტომ რომ თქვა ბეჭედს ყიდიო. აჰა, ნუნუ თუ ბეჭედს ყიდის, რა თქმა უნდა ეჭმიტანილია. ყოჩახ თეკლა შემდეგი. ფრიდონი. ფრიდონი, რატომ ფრიდონი? ფრიდონი იმიტომ რომ თავის ცოლს უნდა აჩუქოს ბეჭედი. აჰა, თავის ცოლს უნდა აჩუქოს ბეჭედი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეჭმიტანილია. ფრიდონიც შემდეგი თეკლა. რატი? რატი? რატომ რატი? რატომ რატი? ნახე რა კარგად გამომივიდა, რატომ რატი? ხო. რატი, იმიტომ რომ პაატას წინასწარ გადაუხადა 2 თვის ქირა. ესე იგი, პაატას გადაუხადა ბინის ქირათან წინასწარ ეჭმიტანილია კი? რატიც ეჭმიტანილია? ელენე, შენ რას ფიქრობ ეჭმიტანილია რატი? ალბათ. ალბათ კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. ეჭმიტანილია. შემდეგი. პაატა. პაატა, რატომ პაატა? ოქროს კბილი უნდა ჩაისვას. ოქროს კბილი უნდა ჩაისვას. კი? მართალია, თუ ოქროს კბილი უნდა ჩაისვას პაატამ, რა თქმა უნდა ეჭმიტანილია. გამოძიების პირველი და დაუწერელი კანონი. ძარცველის სუნს უნდა დავადგეთ. ძაღლი ყავს? ძაღლი არა, მაგრამ აი იხვი ყავს. იხვია? იხვია. ხო. როგორ გავს ნამდვილთან? ყიყინებს თუ არ ყიყინებს? დასაკოქია? არა, ნამდვილია. ნამდვილია? უი როგორ გავს დასაკოქს? ავიამეც კი ყიყინებს? თეკლა. სამოდი გაგაცილებ გეჩქარება და ესე იგი, თუ იხვი არ აყიყინდა, მაშინ ძარცველი შინაური იყო. და ბეჭედი იმან გაიტანა. საიდან გაიტანა? რა თქმა უნდა, კარიდან. რომელი კარიდან? მე არ გამოვრიცხავ რომ ამ კარიდან. ანუ ძარცველი შემოვიდა. ეს აქ იყო დილით. კი ეს უაკ. ესე იგი, ესე არ შემოსულა, შემოვიდა ესე. წამოვიდა, მოდი. ეს ორი. რა? ნაფეხური ელენე, მოდი აქ, ნაფეხური, ეს აქამდე შემშეული ქონდათ? არა, და აშკარად კაცის ფეხსაცმლის და ნაფეხური აშკარად. კაცის ფეხსაცმელია და თუ ძარცველი კაცია და კაცის ფეხსაცმელიც აცვია, მე არ გამოვრიცხავ რომ შარვალიც ეცვა. ანუ ესე იგი, კაცს ვეძებთ, რომელსაც აცვია კაცის ფეხსაცმელი და შარვალი. რა კარგია საქმე, ესე იგი ნახევრად გახსნი. ყოჩა ელენე, ყოჩა. ელენე მომისმინე ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ნუნუ გამოირიცხა. აშკარა, ნუნუ გამოირიცხა ელენე. არა, ნუნუ როგორ გამოირიცხა? როგორ აი წარმოიდგინე ვითომ ნუნუ ჩაიცვა ემზარის ფეხსაცმელი, იმიტომ რომ მალი დაებნია, ყოჩა ელენე, თეკლა რას აკეთებ? კინაღამ გადისხდა ეჭმიტანილი ხელიდან. რა ვიცი, და კარგი, ნუნუ ისევ დაემატა, ისევ 4 ეჭმიტანილი. ყოჩა თეკლა, ყოჩა. ერთი წუთით ეხლა მე გაგაცნობთ ჩვენი მოქმედების გეგმას. პირველი, შემოყავს ეჭმი ტანილი, მართალია, ყოჩახ. დავაკვირდებით ფეხის ძირს. არა თეკლა, ძირზე. ძირზე. ვაკვირდებით ფეხის ძირზე და ამის პარალელურად ვახსენებთ ხშირად სიტყვა სიტყვა ოქროს დაგემართა. არც ერთ ყოჩახ. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა დავკითხოთ ეჭმიტანილები. არა, მე ვერ დავკითხავ ვერავის, მეზობლები არიან მერიდები. რას ქვია, ვერ დავკითხავ ელენე? დაკითხოს რა უნდა? თუ გინდა მანამდე ვირეპეტიციო და მე დამკითხეთ მანამდე. მოდით ეკო მიდი დამკითხეთ. ტატო, შენ მოიპარე ხო ელენეს ბეჭედი? არა, დედას გეფიცები, მე როგორ მოვიპარავდი, მე ხა მოვედი. ვიცი, ტატო, ვიცი. თუ ვიცი, რას მაბრალებ, აბა, რო დაიკარგა მე მერე მოვედი. ტატო, ვიცი, რეპეტიციო, მე რო რეპეტიციობ, მაგის გამო უნდა დამაბრალო, აქ ბეჭედი მოიპარაო. მივხვდი. მე
არ გამოურიცხავ რომ 4-ვე ეჭმიტანილი ერთად მოქმედებდა. ატო ერთად როგორ? როგორ და პატამ გააღო კარი. რატიმ აიღო ბეჭედი, ნუნუმ გაყიდა და თახა გაინაწილეს. ფრიდონი? ფრიდონი? ატარო შემოვიდა წეგან კარი ხო არ დაუკეტია ჯერ. ხო? ხო. შემოვიდა ფრიდონი, დატოვა ნაფეხური და გავიდა. მარტივია როგორც 3-ჯერ 4-12. რა 3-ჯერ 4-12 დატო პირველად გავიგებ. რა გაიგე პირველად? მათემატიკას არ სწავლობდი სკოლაში? არა, მათემატიკას სწავლობდი. მერე ის გამონათქვამი არ გაგიგია 3-ჯერ 4-12-ია? გამონათქვამი? 4-ჯერ 6? ხო. 5-ჯერო? სხვა გამონათქვამებიც იყო, უბრალოდ ყველა არ მახსოვს. მე შეიძლება გავახო. არა. თქვენი გვაქვს? გვაქვს. ჭადის თუ პურის? პურის რა თქმა უნდა. უნდა გამოვაცხო. რა პური უნდა გამოვაცხო? ამ ქვილს შემოსასვლელში დავყრით. დავყრით. ძერე? შემომსვლელი ფეხი ჩადგავს, ყვალს დატოვებს. და ანაბეჭდი გვექნება. აიმე, ყოჩა, დატო რა კარგი ბიჭი ხარ. ბოდიში რა წეღან შენზე ცუდი რაღაცები ვიფიქრე და გავაღოთ კარი. აიმე, რასაკეთებდი? ვიფიქრე სადარიან მეთქი. მოგზავნით. უიხი. უი სტომარი ყავთ. ვქრი დაგეპნათ. არავითარ შემთხვევაში არ მოგაო. ბარაქას გაანიავებ. ხელით მოწმინდე. დედა რა კარგი ბიჭია. ვინ არის? ჩემი თანამშრომელია. ტატო. ნო. გაუცადოა. ხა, ისეთი მულიშვილი მყავს ოთახიდან ოთახში არ უშვებენ ისეთი ლამაზი არავინ მოიტაცოთ. აი დავამე ცოცხლს მოვიდან. მე მანამდე ეჭმიტანილებს დავკითხო. კარგი დატო დაკითხე, ოღონდ პირდაპირ ნუ კითხავ, ცოტა შორიდან მოუარე. გასაგები. შენი მული კი არ არის არაფრის ღირსი, მაგრამ ის გოგო ისეთი ლამაზი ოთახიდან ოთახში არ ვიშვებენ ქაბატონო, მაგრამ მე რა ვქნა, მე ვერ შევძლებ რომ შევახვედრო და ისევ თქვენ. რა ვიცი მე ვიცნობ და რა ვქნა. ქაბატონო ნუნუ. დიახ, შეიძლება გაგესაუბროთ? ვაიმე, კი, როგორ არა. დიახ, მომზადეთ. მკითხეთ. დიახ, მკითხეთ. ერთი წუთით? ცოტა შორიდან უნდა შემოგიარო. ქალბატონო ნუნუ. დიახ. რა მუსიკას უსმენ? მუსიკას? რა ვიცი, ჩემი ემზარი თუ წაიღიღინებს ხოლმე რამეს სახში. ჩემი ემზარი თუ წაიღიღინებს ხოლმე რამეს. ქალბატონო ნუნუ, ძალიან დიდი ბოდიში უნდა გამოვგაო. კი, არა დგეთ ქალბატონო ნუნუ, არა, როცა ვინმე გვის ადგომა არ შეიძლება ამბობენ ბარაქა არ ჯდება სახში. არ ვიცოდი. მე თვითონ, მეცი აი არ ვიცოდი. აჰა, ეყოფა. დედა. ოქრო. აი, მე გული გამისკდა რა. სულა ხარ დაწეკი, რატო? ინტერესდება, დაწეკი. გელესწოდი, არა კარგად ხავა. ვაღებებ ხავი. კარგი, მე გაარი. ერთი წუთით. თქვენ გაყავთ. ხი. გამარჯობა. ნიამახო გააჭირა საქმე. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფრიდონ შვანგირაძე, არტისტი. ტატო, აქეთ მობძანით, აქეთ ძირს არ დაიხედოთ უკვე და. ხო, ქვილი. მოგზავნით ბატონო ფრიდონ. რატო გემართოთ? რა წელი მგივაგაც. ლაშა რაღაც ახალი მალა მომაქვს და არ მოსულა. არა, ლაშა ბაკურიანშია. ბაკურიანშია. დიახ. ო. ბატონო ფრიდონ, წელზე რა გჭირთ? რა მჭირს და ახალი სპექტაკლი დავგით. ყოჩი ვარდას პაექრობა, ორთაბძოლა. ხო და სპექტაკლის ბოლოს ასე ვაბიჯებ ყოჩი ვარდას ფეხს, ასე ვაბიჯებ ამის რეალ და ფეხი და დავეხეთქე. ბატონო ფრიდონ, თუ შეიძლება ერთხელ კიდევ რო გვაჩვენოთ როგორ წაიქესით. როგორ წავიქეცი ამის რეალ და ფეხი და დავარდე. არა ბატონო ფრიდონ, თქვენ ესე არ წაქცეულ ხართ, აი წეღან როგორ წაიქეცით. ფეხები რომ ზევით აწიეთ. აი ისე წაიქეცით. აბა წაიქეცით? ეს ვინა? ატო. თეკლას თანამშრომელი. ატო. ეს ჩემი მული. ვაიმე, ვიქცი, ქალბატონო ნუნუ, გავი. რა საყრია, მე აიუნიდან გადავიქიდა. ეს დილი? არ ვიცი. არა. მე აღავატე.
ვაიმე, რა ხდება? რა არის რაკი მაგ რა ხდება? არაფერი, ქალბატონო, ის გოგომ გაიარა. ხოჭხმობ ჩემი ემზარი. არა, იმ გოგომ გაიარა, წინა კორპუსში ცხოვრობდა ჩემი სახელიდან. ახამთი გავაყოლე ფალი. სამხელა ნაბიჯები დადის ეს ხალხი გავგიჟდი რა. ოქროს ვიყიდი. სამხარი? არაფერი, ოქრო ხო არ გაქვს გასაყიდი მეთქი. არაფერი. ტატო, წამოდი ერთი წუთით. ბატონო ფრიდო, ეს ბიჭი ვინა? დატო. უთხარი წავიქეცი თქო და წავა. აცავა და წავიქეცი მე. მიცავიქეციო, მაგრამ ფეხეცა. ლაშა არის სახში. ლაშა არ არის სახში, ბაკურიანშია ისვენებს. აქ დაიღალა დასვენები და ეხლა ბაკურიანში ისვენებს. ხო. რატი აქა? რატი? აი ხო რა გიჟივით გამოვარდი, ვერ გავიგე რა. კი რა წამიხეთ და გადამერე რა, რატაცი ვერ გავიგე რა. რა იყო მე თორე გახსენ თუ რა არის ვერ გავიგე. ვა, შენ საკა ხარ ტატო? მოიყვანე სოლი თუ დადიხარ ისევ მარტო. რა შევი როგორ? ახსება რაღაცა. აუ ეს ფეხი. აუ ეს ფეხი კიდე. აუ ეს ფეხი. რა გჭირდა რასაკეთებ ერთი მითხარ? რა ვიცი, მეთქი სრულ მოძრაობას გავაკეთებ იქნებ დავინახო მე კიდე. აი მე ტატო მოდი დაჯექი ერთი წუთი. შენ რაღაცა გაწუხებს, რაღაცა კიო მოდი მომიყევი დაჯექია, გამარაგჭის. ერთი წუთი პატა. რაღაც კითხო მინდა დაგისვა. ვაი, მკითხე ტატო, მიდი მკითხე. ერთი წუთით. მე მაინტერესებს რას აკეთებდით დღეს დილით 12 საათზე, პატა რას აკეთებდი? დღეს დილით 12 საათზე? აი რა ვიცი, რას ვაკეთებდი? მე გონ სახში ვიყავი და ნემს ვიკეთებდი, რა ვიცი. სად იკეთებდი ნემს? ეს ვერ არის ხო მე? ელენე პატა რაღაცას მალავს, რაღაცას არ ამბობს. კარგი, დავშვიდი ჯობია რომ არ თქვას. ხალხო რა ჩემოდი ელენე, გაკვირდები და რაღაცა თქვა გინდა და გითხარი რა. გითხარი, ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. გეტყვით კარგით, სახლიდან დამეკარგა ძვირფასი ნივთი. თუ რომელიმე შემთხვევით გაიტანეთ, ისე შემოიტანეთ და დადეთ მე ნუ მეტყვით, ძალიან დიდი ბოდიში. მე წავალ, მე მგონი ემზარი მეძახის. ხო, მეც გავალ სახში დაველოდები ლაშას. ის გოგო ხო არ მოვიდა ნეტავი გავხედავ მაინც. მე ამს მიზეზი აღარ დამიტოვე და ისე გავალ უბრალოდ. აი ეს რა ვქნა. აბა კარგად იყავი ტატო. რა მე თონეს ხრი ვერ გავიგე რა. აბა კარგად იყავი. შეიგი ამ თელ სახში უნდა დამეყარა ქვილი მე მგონი რა. აი მე ბეჭედი ვიპოვე. აი აბაზანაში იხს გადაუხლაპავს. აი რა ვიცი და იატაკია მოსაწმე. ბეჭედი. სიყოვეთ რა, ესე ფაქტობრივად გამოჭერილი მყავდა იქ მიტანილი რა. ეს ანა ბეჭდი ვისია? აბა მეც იქ მაინტერესებს ან ვისაცვია ჩემნაირი ფეხსაცმელი. აი ყველა გამოყოდი ჩემნაირი ფეხსაცმელი. რა ლამაზიკავა. ძალიან. ეს ალბათ სადმე წვეულებაზე უნდა ჩაიცვა. ხო, და ეს ნახე როგორია ზაფხულში ალბათ ზღვაზე რა კარგი იქნება, თან გრილია ნახე. თეკვა, ეს რა აცვია? სად უნდა ჩაიცვა? აი მე რა ვიცი, ელენე, ამას აცვია საერთოდ რამე? აბა. რა ვიცი. მე გავაღებ. კარგი. გამარჯობა, მოგზანდი. არა იყოს. აი ეს ყვები 8 თვის წინ წვნიანი მომეც და ვიღეძავი დაგიბრუნებ. მადლობთ. ნახვამდის. გამარჯობა, მოგზანდი ბატონო. არა, თქვენგან ციგნი მქონდა გატანილი და დაგიბრუნეთ. მადლობთ. მოგეწონათ? თავიდან კი მე არ ვიცი ადამთავრები. დაამთავრეთ, წაკითხვა და მე დამიბრუნეთ. როგორ გეკადრება? ელენე, აღარ დაკეტო, არა კიდე მოვავიდნენ. არა თეკლა, აღარავინ აღარა.
გამარჯობა, მოდი. არა, მეჩქარება, აი თქვენი მობილური დამტენი იყო ჩვენთან დაგჭერთ და მადლობთ. გაჭირს ამ ხალხს. ვიყავი, შენ დაიღლებოდი, მე გავაღე. მომეც. რა უნდა მოხდეს კაცო? გლაშებით, ლაშა სახშია? არა, არ ჩამოსულა, გინდა და რამე პაატი. არა, არაფერი უნდა მოხდეს. სუი, მოდების ჩვენებას უყურებთ. რა კარგია, ხო? კარგია. ვაიმე, რა ლამაზი გოგოები არიან, არა, ხო? ნახე, აი ეს რა ლამაზი გოგოა. რა მაინტერესებს იცი? აი ესეთი გოგოს მოცოლად მოყვანა ეხლა, აი, რომლის ის აი თუ არა, ხო ხედავ, აი, რა ლამაზი გოგოა, ხო, აი. ხედავ, აი ეს გოგოს მოცოლად მოყვანა, ზვიჯდება თუ იცი შენ. ძალიან. ხო, მართლა ძალიან, ხო, კარგი წავალ მაშინ, თუ ძალიან ზვიჯდება. კარგი ელენე, კარგად იყო. ისა ზვირი მაინც დაახლოებით რამდენია ძალიან ზვირი ხო არიცით? კარგი წავალ მაშინ, ხო. კარგად იყო. ელენე, ეს საიდან გაჩნდა? იხვი?